ამ ვიდეოში მეგობრებო დავინახავთ რომ ელიტები, პოლიტიკური ელიტები არიან პირდაპირ სატანისტები. ორი ადამიანი მინდა გაჩვენოთ, ერთს იცნობთ, მაგრამ ეს ქალბატონია, ამ ქალბატონს არ იცნობთ და აქედან გამომდინარე მიხვდებით რაზეა საუბარი. ეს ქალბატონი არის ჯი ჰიუსტონი, New Age-ის ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი ბჭყალებში, საუკეთესო სპიკერი ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც დააარსა ეგრეთ წოდებული საიდუმლოებათა სკოლა, მისტიციზმის, ფსიქოფიზიკური ექსტაზისა და სულიერი გამოღვიძების ეგრეთ წოდებული სულიერი გამოღვიძების სკოლა. და მეორე ადამიანი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის კარლ იუნგი, ცნობილი ლეგენდარული ალბათ, ფაქტიურად ყველასთვის ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც ბევრმა არ იცის, არაერთხელ აღვიგნიშნავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იგი იყო მეგობრებო ოკულტური მანდალას წრიული გამოსახულების როგორც წესი მზიან ვარსკვლავია მანდ აქტიური პროპაგანდისტი, ანუ კარლ იუნგი პროპაგანდას უწევდა სწორედ აი ამ სატანიზმს. მზის თაყვანისცემა, რომელიც პერსონიფიცირებულია მანდალაში, შესაძლოა იუნგის სრულფასოვანი გაგების გასაღებად წარმოადგენს. ეს გვიხსნის კემბრიჯის ბოდიში პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი რიჩარდ ნოლი. აგერ არის რიჩარდ ნოლ, The Jung Cult Origins of Charismatic Movement. და რომელმაც ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული ქარიზმატიული მოძრაობა. იუნგი ჩთაგონებული ის ქალბატონი პირველი რაც იყო ჰიუსტონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობს. აი რატომ ვაკეთებ ამ იმას რა. ეს ქალბატონი მუშაობს, აი ეს ოკულტისტი რა, აი ეს ჯინ ჰიუსტონი, რომელიც აღფრთოვანებული იყო იუნგით, კარლ იუნგით, მუშაობს გაეროში. კერძოდ, იუნისეფის მრჩეველია. მეგობრებო, ბავშვების მიმართულებით მუშავე, განყოფილების მრჩეველი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის წევრია. იგი წვრთნის წყალებში ახალგაზრდა ლიდერებს ადამიანური და კულტურულ განვითარებაში, ისევე როგორც სოციალურ არტისტრიაში. ბიჭო, ოკულტისტი, ეზოთერიკი, შამანი წვრთნის ბავშვებს, მომავალ ლიდერებს. იგი განმარტავს, ნახე რას ამბობს. განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ დაუკავშირდნენ ხელახლა თავიანთ ძველ წარმართულ მითებს, დებით რას აკეთებს? მისი მიზანია დაეხმაროს სხვებს, ციტატა, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური კაპიტალის მიმართვაში უკეთესი საზოგადოებისა და ხალხების შესაქმნელად, ისეთი სტრატეგიების შეთავაზების, რომლებიც იმუშავებს ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში. ჰიუსტონი შამანია, მედიუმი და ჩენელერი, ანუ არხია გახსნილი რა, რომელიც თავის ხელოვნებას მთელს მსოფლიოში ეწევა და ერთ დროს თეთრ სახლშიც კი ჰქონდა პრაქტიკა. ჰიუსტონი მედიუმის როლს ასრულებდა მაშინდელი პირველი ლედის ჰილარი კლინტონისთვის, რომელსაც სურდა სულიერი კავშირები დაემყარებინა ელეონორ რუზველტთან. ბიჭო, ანუ მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ რა. იმის პირველი ლედი, ვიზია საუბარი ხო, კლინტონის ცოლზე, ჰილარი კლინტონი ცნობილი პრეზიდენტობის კანდიდატი და პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, სპირიტუალურ სეანსებში იღებდა მონაწილეობას ამ ქალთან ერთად და ცდილობდა დაემყარებინა კავშირი რუზველტთან, გარდაცვლილთან. ჰიუსტონი დაეხმარა ჭყალებში, რა თქმა უნდა, კლინტონს, აი ამ ჰილარი კლინტონს, წიგნის დაწერაში, რომელსაც ქვია საჭიროა მთელი სოფელი, It Takes a Village. მან ასევე გავლენა მოახდინა სან-ფრანცისკოს გრეისის საეპისკოპოსო ტაძრის დოქტორ ლორენს არსტრესზე, რომელმაც ჯი ჰიუსტონის საიდუმლოებათა სკოლაში ლაბირინთის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეგ პრაქტიკა გრეისის ტაძარში დაამკვიდრა. ჭყალებში ეკლესიაზეა საუბარი. და ბევრ ეკლესიაში, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის ევანგელურ ეკლესიებში, ლაბირინთის სულიერების მთავარი პროპაგანდისტი გახდა. რა ხდება, ხვდებით, მეგობრებო? ჰიუსტონს ჯერა, რომ ჩვენი დანგრეული საზოგადოების გადარჩენა მხოლოდ მითს შეუძლია, მითს. მითები როა რა? იგი მკაფიოდ აცხადებს, ციტატა, მითოლოგიური შემეცნება არასდროს ყოფილა ისე საჭირო, როგორც დღეს.
წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი. ზუსტად როგორი ტიპის მხსნელ მითს ესაუბრება ჰიუსტონი მესამე 1000 წლეულის გლობალური კულტურისთვის, მისი წიგნი ისიდესა და ოსირისის ვნება გზა ტრანსცენდენტული სიყვარულისკენ გვამცნობს, რომელიც თეთრ სახლს ყოფნის პერიოდში გამოიცა. ბიჭო, გვთავაზობს პიროვნულ და კულტურულ რეგენერაციას ისიდეს მაგიის და ქვესკნელის ეგვიპტური ქალღმერთის მეშვეობით. ირონიულია, რომ ეს სწორედ ის ქალღმერთია, რომლის კულტის დაბრუნებაც ახლად გაქრისტიანებულ რომში იმპერატორმა იულიანე განდგომილმა ვერ შეძლო. იულიანე განდგომილი, ვისაც არის ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელიც დაუბრუნდა წარმართობას მას შემდეგ, რაც იუსტინიანემ და სხვა იმპერატორებმა რამოდენიმე კიდევ თეოდორე დიდმა და შემდეგ თეოდოსიუს დიდმა მიიღო ქრისტიანობა. ჰიუსტონი ასევე აჩვენებს, თუ როგორ არის სექსუალური რევოლუცია ორგანულად დაკავშირებული ამ სულიერებასთან. ანუ სექსუალური რევოლუცია არის პირდაპირ კავშირშიო, ამბობს ეს ოკულტისტი ქალი. როგორც ისტორიის კვლევარმა ჰიუსტონმა იცის, რომ ჰომოსექსუალებს ისტორიულად სულიერი როლი ჰქონდათ, როგორც შამანებს. ანუ შამანები იყვნენ, მეგობრებო, ისტორიულად სპირიტუალისტები, ანუ სპირიტუალისტური კავშირი ჰქონდათ, რა უნდა ყოფილიყო გარყვნილი იმისთვის, რომ ყოფილიყავი შამანი. ძალიან საინტერესო წიგნი აქვს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგს პიტერ ჯოუნს დაწერილი Androgyny the Pagan Sexual Ideal Journal of Evangelical Theology Society-ში გამოქვეყნებული, სადაც აი ამ ყველაფერს განიხილავს. ანუ მოდი შევაჯამოთ რა. აი ეს ქალი, მეგობრებო, იუნგის ოკულტისტური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, გაეროში მუშაობს, იუნისეფის მრჩეველია და ზრდის მომავალი მსოფლიოს ლიდერებს. წარმოგიდგენთ რის ახსნის რა. ეს ქალი არის შამანი, ოკულტისტი და ესეთი სკოლის მისტიციზმის და ფსიქოფიზიკური ექსტაზის სულიერი გამოღვიძების სკოლის, საიდუმლოებათა სკოლის დამფუძნებელი და ასევე ჰილარი კლინტონის მედიუმია და რეებს აკეთებდნენ ღმერთმა იცის ერთად და ისე ახლოს იყვნენ, რომ წიგნის კი დააწერინა ამ ქალბატონს. აი ასეთ რაღაცეებში იხარშებიან, მეგობრებო, ეს ხალხი და რო იცოდეთ, ჩვენ კიდე და ხალხს კიდე ეპშტეინის კუნძული უკვირს. არაფერი გასაკვირი ძველი ამბავია ეს. წარმატებები.